ამის შემდეგ დავბრუნდეთ პირდაპირ ეთერში. ესე იგი, შენ შეგიძლია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, ჩემთვისაც საკმაოდ საინტერესო საუბრები მქონდა ახლა ჩვენ სტუმართან და ანა ოპიაშვილი წარადგენს ჩვენ შემდეგ სტუმარს. საქართველოს თბილისის საჯარო ბაგაბაღებში რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება და ამ თემას წინასწარ რა თქმა უნდა ვერ გამოვტოვებთ. თბილისის ბაგაბაღების მართვის სააგენტოს ნომრით ამ ეტაპზე სულ 166 საჯარო ბაღი ფუნქციონირებს დედაქალაქში, რომელშიც 60,000-მდე სკოლამდე აღზრდის ბავშვი სწავლობს. ამასთან სექტემბერში კიდევ 5 ახალი ბაგაბაღის გახსნა დაგეგმილი და ამ რაოდენობის მიუხედავად მშობლები რეგისტრაციისას პრობლემებს წინა წლების გამოცდილებით იშვიათი შემთხვევაში არ არის რომ აფიქსირებდნენ. ჩვენი სტუმარი კი ამბობს, რომ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ელექტრონული ხასიათის პრობლემები, როგორც გასულ წელს იყო, წელს აღარ იქნება და სისტემა გამართულად იმუშაობს. რა შეიცვალა და როგორ უნდა ავარიდოთ თავი ამ პრობლემებს, თემურ თორდინავასგან მივიღებთ ინფორმაციას თბილისის ბაგაბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი საქმიან დილით. მოგესალმებით, მადლობა იმისთვის, რომ წინასწარი დაძაბული გრაფიკის რეჟიმში საქმიან დილისთვის მოიცალეთ. სამზადის დარწმუნებული რომ ძალიან დიდი არის 7 ივნისისათვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მობილიზაციას აცხადებს ხოლმე ამ პერიოდისათვის და გამოცდის ჩაბარებასავით არის ბავშვის ბაღში დარეგისტრირება წინა წლების გამოცდილებით. წელს რა შეიცვალა? რატომ არ უნდა იყოს პრობლემები? საიდან რის საფუძველზე ამბობთ ამას? პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ პირველებმა გავაანალიზებთ თუ სისტემა რა გამოწვევების წინაშე იდგა. აქედან გამომდინარე დავიწყეთ იმ უბნებში და იმ რაიონებში საბავშვო ბაღების მშენებლობა და ახალი ჯგუფების გახსნა, სადაც ყველაზე მწვავედ იდგა თავისუფალი ადგილების პრობლემა. გამომდინარე აქედან ეტაპობრივად ათასობით აღსაზრდელს მიეცა საშუალება, რომ საბავშვო ბაღის სერვისი, ასე ვთქვათ, დაკმაყოფილებულიყო. აქედან გამომდინარე, თქვენ როგორც აღნიშნეთ თავიდან, წელს 5 საბავშვო ბაღი დიახ, ანუ 171 გვექნება უკვე სექტემბრისთვის და ეს ციფრი ყოველწლიურად გაიზრდება, იგივე რომ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ვიწყებ წელს, 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს და იმ უბნებში მიმდინარეობს, რომელ უბნებშიც ყველაზე მსხვილი გამოწვევები მქონდა. აქედან გამომდინარე, ის ტექნიკური პრობლემები, რომელიც წინა წლებში იყო და ეს იყო პროგრამული ხასიათის ტექნიკური ხარვეზები, წლიდან წლამდე რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ჩვენ ვასწორებდით და წელს აბსოლუტურად გამართული იქნება ამ მიმართულებით სისტემა და ასევე მინდა აღვნიშნო და დავაანონსო თქვენი ეთერის საშუალებით, რომ უპრეცედენტო ციფრი გვაქვს თავისუფალი ადგილების წელს, ეს არის 13,000-მდე ვაკანტური ადგილი, ეს არის ახალი ჯგუფები, რომელიც დავამატეთ და ის საბავშვო ბაღები, რომელიც გაიხსნება სექტემბერში, ანუ ასეთი ციფრი თბილისის საბავშვო ბაღებში არასოდეს არ ყოფილა. დამატება ახალი კადრები მიიღეთ თუ ანუ რის საფუძველზე ახალი ჯგუფები დაემატა, ანუ წლების განმავლობაში მოქმედ საბავშვო ბაღებში იყო ისეთი ფართები, რომელიც იყო დახურული, შესაბამისად სარემონტო სამუშაოებს საჭიროებდა და ამიტომ თუ უბრალოდ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებდა ერთის მხრივ, მეორეს მხრივ შეიძლება თავის დროზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული გამომდინარე იქიდან, რომ 50 ბაღი იყო დახურული, როცა ახალი ადმინისტრაცია შეუდგა მუშაობას, შეიძლება არ არის გამორიცხული თქვათ, რომ ამ მიმართულებით თქვათ ეტაპობრივად საჯარო ბაღების, ასე ვთქვათ, დახურვა გაგრძელდებოდა. შეიძლება ესეც ყოფილიყო, იმიტომ რომ ერთ საბავშვო ბაღში თუნდაც 8 ახალი ჯგუფი დავამატეთ, ეს იყო ისნის რაიონში, პრაქტიკულად ეს უდრიდა, რომ ახალი საბავშვო ბაღი და იმ უბანში კონკრეტულად მარტო ინფრასტრუქტურის ხარჯზე არ არის ეს ახალი ინფრასტრუქტურის, ანუ ეს არის არსებულ საბავშვო ბაღებში, მე შემიძლია პირდაპირ ციფრები გითხრათ, ეს 123 ახალი ჯგუფი დაემატა ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში მოქმედ საბავშვო ბაღებში. ეს რო გადავამრავლოთ საშუალოდ 10 მინიმუმ 10 ახალი საბავშვო ბაღის ტოლფასია, თქვათ, ჯამურად რო თავისუფალი ადგილები 2017 წელს გამოდის 7 ივნისისთვის 13,000, ხო ბანათო? კი, ანუ 7 ივლისისთვის 13,000 აღსაზრდელზე იქნება
სხვა წელებზე ვაკანსია გამოცხადებული, მაგრამ გარდა ამისა, როდესაც ჩვენ დავიწყებთ ახალ საამსხლელო წელს, გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება კონკრეტულ საბავშვო ბაღებში იყოს თქვათ დარეგისტრების გარეშე დარჩენილი ბავშვები, ჩვენ საბავშვო ბაღებში, ყველა საბავშვო ბაღში გვაქვს სათათბირო ორგანოები და სათათბირო ორგანოს გადაწყვეტილებით კიდე დამატებით იქნება შესაძლებელი უკვე ოღონდ სექტემბერში, როცა დავიწყებთ საამსხლელო პროცესს 15 სექტემბერს, დამატებით იქნება შესაძლებელი როგორც პრიორიტეტული სისტემით იქნება წელსაც გადანაწილება ბაღებში, ანუ პრიორიტეტი მიეჭებათ იმ უბანში მცხოვრებლებს, ან თუ დაანძმა დადის უკვე ამ ბაღში და ასე შემდეგ. იმ უბანში მცხოვრებლებს არა, ანუ ამ შემთხვევაში პრიორიტეტი რჩება იგივე, ეს არის სოციალურად დაუცველი ფენები, ანუ 7 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით დარეგისტრდებიან აღსაზრდელები, რომლებიც მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველ ფენებს, ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელები, ასევე ის ბავშვები, რომელთა და-ძმები დადიან კონკრეტულ საბავშვო ბაღებში და ასევე 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახის შვილებს. ხოლო 14 ივლისიდან 14 ივლისის 13 საათიდან, ანუ შესაძლებლობა ექნება ყველა დანარჩენ ასე ვთქვათ კატეგორიის აღსაზრდელებს დარეგისტრირდნენ ჩვენ სისტემაში. მაგრამ არ არის ერთადერთი გამოწვევა დაგასრულებთ ამას საოცრად. ბაღებში სხვა ბევრი პრობლემა იყო, რომელთა დაკავშირებითაც მათ შორის თქვენ ეტაპობრივად საზოგადოებას ინფორმაციას აწვდით მათ გამოსწორებაზე თუ ახალ ეტაპზე და ასე შემდეგ. კიდევ ერთი სიახლე, რომელიც თქვენი სააგენტოსგან იყო, უკავშირდება სპეციალურ პედაგოგების დამატებას ბაღებში. რა იგულისხმება ამაში და ყველა ბაღი იქნება თუ არა ერთნაირად აღჭურვილი ამ შესაძლებლობით? სპეციალური საჭიროების როგორ ჯობია, ბატონ თემურ, რაც საუბრობდით ეთერის წინ. კონკურენტული უპირატესობა იგივე კერძო ბაღებთან, მე მესმის ახლა თქვენ ამ შემთხვევაში კონკრეტულ სისტემას, მაგრამ აქ საუბარი არის ბუდეს ვთქვათ, საკმაოდ კინოურ რეფორმაზე, რომელმაც მათ შორის ამ სტუდიაშიც და ამ სტუდიის კედლებიც გაიარა, ჩვენ ჩართულები ვიყავით, ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული მონაგარი. ეს ძალიან კარგია, ეს ციფრები საქმიან დილას უყვარს ციფრები და რიცხვები, თუმცა ჩვენ მოვისმინეთ ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდნენ მშობლებმა. თქვენი მიღწევები ხარისხთან დაკავშირებით, სერტიფიკატები, რომელიც არის ISO და HACCP-თან დაკავშირებით, გისმენთ. დიახ, ის სისტემური და ძირეული რეფორმები, რომელიც ჩვენ დავიწყეთ 2015 წლიდან, 2014 წელს ჩვენ მოვანდუმეთ ამ ყველაფერზე, ასე ვთქვათ, ანალიზი და დაგეგმვა და ამ რეფორმების მომზადება. პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და რითაც ვამაყობთ ჩვენ დღეს, ეს არის ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვების მიმართულებით განხორციელებული რეფორმა, რომელიც იყო საკმაოდ ძალიან დიდ შრომასთან დაკავშირებული, მაგრამ დღეს ჩვენი პატარები ასე ვთქვათ იკვებებიან ISO-ს და HACCP-ის სტანდარტის შესაბამისად და ამ მიმართულებით ხარისხი ყავს მაღალ კონტროლზე აყვანილი, სხვა შორის კომპანია, რომელმაც გაიმარჯვა ტენდერში, კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ერთის მხრივ ISO-ს და HACCP-ის სტანდარტის შესაბამისი კვებითი მომსახურება გაუწიოს ჩვენს პატარებს, მაგრამ ამავდროულად ეს იყო სატენდერო პირობებში ჩადებული ზრუნავს ყველა თანამშრომლის, ანუ სამზარეულოს პერსონალის გადამზადებაზე, რათა ისინი ასე ვთქვათ შესაბამისი იყვნენ, არა მარტო ვთქვათ ISO-ს და HACCP-ის სტანდარტის შესაბამისი კვება უნდა იყოს, არამედ მომსახურება თვითონ იმ პერსონალის, რომელიც უშუალოდ საბავშვო ბაღებში მუშაობენ, ისინი უნდა იყვნენ საერთაშორისო დონის სპეციალისტები და ამ მიმართულებით კომპანია პერმანენტულად ახორციელებს ტრენინგებს, ეს იქნება როგორც სარეულების დონეზე, ასევე სამეურნეო ნაწილის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პედაგოგების გადამზადების და ტრენინგების დიახ, ამ მიმართულებით, ანუ ყველაზე მსხვილი, ასე ვთქვათ, მიდგომა და მიმართულება, რაც ჩვენ დავიწყეთ და 2017 წლის სექტემბერში უკვე ყველა საბავშვო ბაღში ჩვენ გვეყოლება გადამზადებული ფსიქოლოგები, ლოგოპედები და სპეცპედაგოგები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება და გადამზადების კუთხით მინდა აღნიშნო, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაიმარჯვა ტენდერში და ისინი ახორციელებენ დაახლოებით 400-ზე მეტი ადამიანის გადამზადებას, რათა როგორც ჩვენ გვაქვს კვებაში ერთიანი მენიუ, ერთიანი სტანდარტი, ერთიანი მრავალფეროვანი მენიუ და ასე შემდეგ, ფსიქოლოგები, ლოგოპედები და სპეცპედაგოგები
ბანკები იმუშავებენ ერთიანი სახელმძღვანელოთი, ერთიანი მიდგომები და ერთიანი სტანდარტით. შესაბამისად, ეს იქნება ის სიახლე, რაც ჩვენს პატარებს დახვდება 2017 წლის სექტემბერში. ივლისში კიდევ ერთი შეხვედრა უნდა მოვაწყოთ. აქ ამ რეგისტრაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა, რომ დიდი უმრავლესობა სიახლეების ჩვენ მაინც ვთქვით, რჩება კიდევ ბევრი რამ სათქმელი, რისი დროც და ქრონომეტრაჟის მხოლოდ ერთ კითხვას დავსვამ, სანამ დავასრულოთ. ამ ცვლილებებმა, რომელიც ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში საბავშვო ბაგაბაღების მიმართ განხორციელდა, ბიუჯეტში რა ცვლილება შეიტანა? ანუ თანხების სხვაობა რამდენი არის იგივე კვების ხარისხის გაუმჯობესების და პედაგოგების განმზადების ნაწილი? თანხების, ანუ ფინანსების გარეშე შეუძლებელია აღნიშნული შედეგი დადო, მაგრამ ჩვენ რაციონალური ხარჯვა, ანუ სატენდერო პირობები, ანუ ტენდერების საშუალებით ნახულობდით, რა თქმა უნდა, ეკონომიებს, წინა წლებთან შედარებით. ჩავთვალოთ ის ინფრასტრუქტურული ხარჯები, რომელიც ახალ ბაღებსაც მოიცავს. ახალ ბაღების მშენებლობა უნდა გაგრძელდეს, გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წლისათვის ის სტანდარტი, რომელსაც ჩვენ კანონი გვალდებულებს და უშუალოდ ამ კანონმდებლობის შემუშავებაში და იმ ტექნიკური რეგლამენტების ეს ცალკე თემაა, ტექნიკური რეგლამენტები, რომელიც 2017 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება, ეს იქნება ძალიან მსხვილი გამოწვევა როგორც თბილისისთვის, ასევე რეგიონებისთვის, ამიტომ ის რეფორმები, რომელიც განხორციელდა თბილისში, გადაუდებულად აუცილებლად უნდა განხორციელდეს. რამდენიც მეტი დაჭირდა რეგიონებში, ამას ესე ზუსტად ვერ იტყვი, იმიტომ რომ ყველა რეგიონს ცალკე ბიუჯეტი აქვს ამ მიმართულებით, მაგრამ ჩემი აზრით, აქ საუბარი არის რამდენიმე მილიონზე, ეს არ არის ვთქვათ იგივე ხა ჩვენი ბიუჯეტი დღეს არის 95 მილიონამდე, მაგრამ ეს თანხები გაიზრდება მომავალ წელს, გამომდინარე იქიდან, რომ ემატება ბაღების მშენებლობები, ასევე უნდა გაიზარდოს სხვადასხვა თვითმმართველობების და რეგიონების. რომ იმ დონეზე შეძლოთ ბიუჯეტის გაზრდა, რომ ყველა სასურველი ბაღის და ყველა ბაღისთვის სასურველი პირობის აკმაყოფილება იყოს შესაძლებელი და მით უმეტეს იმ ხარისხის გაუმჯობესება, რომელიც თქვენთვისაც იქნებოდა მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. საშუალო განათლების რეფორმირებამდე ვერ მივედით, მაგრამ მაყურებელს და რადიო მსმენელს ბატონ თემოს მოუყევი უკვე ერთი ისტორია, რომელიც განათლების და მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელოვამ თათია ჩაპიჩაძეს ჩვენს რეპორტიორს გაუზიარა. თათია მუშაობს ასევე კონცენტრირებულია განათლების საკითხებზე. მთელ იმ პერიოდში, როცა მოსწავლეების რეგისტრაცია მიმდინარეობდა სკოლებში, დონალდ ტრამპს არ დაურეკავს. დანარჩენმა უკლებლივ ყველამ შემაწუხა კონკრეტულ სკოლებთან მიმართებაში. ჩვენ დაახლოებით ერთ თვეში გადავამოწმებთ როგორც რეფორმის მიმდინარეობას, ისევე რამდენად აქტიური იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში ბატონი თემურ თორდინავას ტელეფონი და მისი კავშირი გარესამყაროსთან. წარმატებები მათ ამ რეფორმის საკმაოდ თუ გზაზე თბილისის ბაგაბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა გსტუმრობდა. ჩვენ სულ მალე რეკლამის შემდეგ გაგიბრუნდებით.